ერთწლიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გერმანელი მეცნიერის პირადი ფოტოკოლექცია თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საკუთრებად იქცა. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გიუნტერ შიმენცის მიერ ტაო-კლარჯეთში გადაღებული 100-მდე ფოტო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე თითქმის ყველა ქართულ ძეგლს და მის მნიშვნელოვან დეტალებს ასახავს. ფონდ გელინოს ინიციატივით ფოტოების ნახვა საქართველოში პირველად ეროვნულ ბიბლიოთეკის დარბაზში გახდება შესაძლებელი. დეტალებზე ლიზა ციციშვილის რეპორტაჟიდან შეიტყოთ. გერმანელი მეცნიერის გიუნტერ შიმენცის მიერ ფოტოფირზე აღბეჭდილი ტაო-კლარჯეთი გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს ამ ძირძველ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობას ასახავს. მოგზაურობის დროს შიმენცმა მთელი ტაო-კლარჯეთი მოიარა და ფირზე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი გადაიტანა. მოყვარული კამერით გადაღებული 100 ფოტოსაგან შემდგარი კოლექცია უნიკალურია, რადგან საბჭოთა პერიოდში ტაო-კლარჯეთის ნახვა და გადაღება ქართულ მეცნიერთათვის შეუძლებელი იყო. ტაო-კლარჯეთის ძეგლები მას აქვს გადაღებული იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მეცნიერებს არათუ ხელი მიუწვდებოდათ, არამედ ზოგჯერ ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო ამ საკითხზე. მას აქვს დეტალურად გადმოცემული ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები, ეს იქნება ჩუქურთმები, წარწერები, ფრესკები თუ ასე შემდეგ, და ეს არის არა მარტო ფოტოები, არამედ ტაო-კლარჯეთის მკვლევართათვის ისტორიული წყარო. უნიკალური ფოტოკოლექცია თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავებიდან ეროვნული ბიბლიოთეკის საგაოფენო დარბაზში ინაცვლებს. გასული საუკუნის ამ უმნიშვნელოვანეს ფოტოებთან ერთად სტუდენტების მიერ ტაო-კლარჯეთში მოწყობილი ექსპედიციების ფოტოებიც გამოიფინება. ძველი და ახალი ფოტოები ერთ სივრცეში ტაო-კლარჯეთის ძეგლების ისტორიას ყვებიან. ისტორიული ძეგლების გარდა ფოტოკოლექციას სხვადასხვა არქიტექტურულ და ფრაგმენტებს, ფრესკებს, ქვაზე შემონახულ წარწერებს, ჩუქურთმებს, სხვა დეტალებიც შემოუნახავს. მათი დიდი ნაწილი ახლა შემორჩენილიც აღარაა. დამთვალიერებლისათვის აქამდე უცნობი ტაო-კლარჯეთის ფოტოკოლექცია პირველად ფონდ გელინოს ინიციატივით გამოიფინება. ამ ფოტოებს და ძეგლების ამ დროინდელ მდგომარეობას ქართველი მოსახლეობა არ იცნობს და ამიტომაც ფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს აქ მოსული სტუმრებისთვის იხილონ როგორც ძველი 70-იანი წლების ძეგლები და ასევე მათი დღევანდელი მდგომარეობა. ექსპედიცია ჩავატარეთ, სადაც გადავიღეთ თანამედროვე ფოტოსურათები და ამ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერების შესაძლებლობა ექნება ნათლად იხილოს, თუ როგორ შეიცვალა იმ დროის მერე იქაური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უარესობისკენ. უცნობი ტაო-კლარჯეთი ექსპოზიცია ამ სახელწოდებით 50-ზე მეტ ფოტოს აერთიანებს. კოლექცია, რომელიც გერმანელმა ფოტომოყვარულმა მუზეუმს გადასცა, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის პირველად გახდება ცნობილი და ეროვნულ ბიბლიოთეკაში 3 დღეს იქნება გამოფენილი.